საქართველოს MMA-ის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა სპორტის მინისტრმა. აბუ-დაბიში გამართულ პირველობაზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოეპოვა. ქართველმა მებრძოლებმა მედლები ისტორიაში პირველად დაიმსახურეს. სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტის ამსახეობის მხარდაჭერაზე. პირველად ისტორიაში იქნა მოპოვებული 7 მედალი სხვადასხვა სინჯის, 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი, რომელიც გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს სპორტის სახეობა არის მზარდი, მასობრივი, ძალიან პოპულარული მათ შორის საქართველოს რეგიონებშიც და უახლოეს პერიოდში საქართველოში ტარდება ასევე მსოფლიო ჩემპიონატი სექტემბრის ბოლოს და ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო ხდება პოპულარული ეს სპორტის სახეობა. არ ყავდა საქართველოს არასდროს მსოფლიო ჩემპიონი და მე მინდოდა რომ გამختارიყავ პირველი მსოფლიო ჩემპიონი და ამან უფრო დიდი мотиваცია მომცა. რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგეს ფინალურ ორთაბრძოლაში, ის ძალიან კარგი, მე ძალიან კარგი მეტოქე მყავდა, ძალიან გამოსტილი მეტოქე იყო და ძალიან კარგი კონკურენცია გამიწია.